ყველაზე რეპრესირებული, ყველაზე დაჩაგრული და ყველაზე დატანჯული ადამიანი მინდა მოვიყვანო და უსამართოდ დაჩაგრული, უსამართოდ გადაჯული და აი მართა გეუბნებით, აი კაცურად გეუბნებით. ყველაზე დამამცირებელი არის ხელბორკილ დადებული ადამიანი და ბორკვა მარგალურია ხო გოიჩ. არ შეიძლება ეს არა ქრისტიანული, არა ადამიანური არის და სულ ფიქრობ, იცი ის რა ქვია, აი გულწრფელი ვარ რა. აი ძალიან გავს შენი ბედი და შენი ესე ვთქვათ ეს დრამა ამ წლისა და საზღარი წელი იყო შენთვისაც და მე მგონი მთელი საქართველოსთვის. აი სულ რა ვიცი ასოციაციით მომდის ხოლმე რომ რობესპიერმა თქვა და დანტონი გაწირა. აი შენ აი ქართული სინამდვილის დანტონი ხარ ჩემო ნიკა და მახარებს რომ ჩემი სტუმარი ხარ. სხვათა შორის აი გულწრფელი ვარ და დამიჯერეთ არ მიყვარს მე ისა რა ქვია შელამაზება და ეს ძალიან არასწორად და არაკაცურად მოექცა ნიკა მელიას შარშანწინ პრემიერ-მინისტრი რომ იგინებოდა იქ. ამ დროს არაფერი ისეთია რო თქვია. იმანაც სოდვა ჩაიდინა ღმერთთანაც მე თვითონ მკითხავ და საერთოდ რეპრესირებული ის აღარ ადამიანი და ეს არის გაუგონარი ქართველები ვერ იტანენ უსამართო ჩაგვრას. მე სწორედ ამიტომ ესა გადავწყვიტე რომ სწორედ შენ ყოფილიყავი სტუმარი მე აქ ჩემი გასაჭირი მაქვს ამაზეც უნდა მოვყვე და ერთადერთი ვისაც ქართულ ოცნებაში აი მეტნაკლები ემითი რა ქვია მოგზალებით ხდები და ვიცნობ არის გუგული მაღრაზე თუ და გუგული მაღრაზე აი ხვალე ბოლო დღე არის და სიამოვნებით მოვიწევ და სანამ შენთან საუბარს დავიწყეთ უბრალოდ ჩვენი ისტორია და ჩვენი დრამა ეს უპრეცედენტო რაღაცა გააკეთა ამ ბეისა ძლევამოსილი ისა ვანო აი მე ღმერთო ფინანსთა მინისტრის გვარის ხო მაჭავარიანი მე არ ვიცი აი გავა წლები და ყველას ეს ცუდნალექა დარჩება აქ და შეგვთენა ინკასო ძალიან ცუდად აი უკულტურად მოიქცა კულტურა აი ესე ვთქვათ ბიუროკრატიული კულტურა არსებობს ესეთი ცნება და ყველა ნორმა აქ დარღვეული ამ ადამიანსა და დრაკონულად ისა რა ქვია სამი თვე არ გთხოვდნენ არაფერს და ერთ დღეში თუ არ გადაიხდით თუ ინკასოს დაგადებთ რა მოიგო ეხლა დღეს დაგვირეკეს დილიდან და ისაო რა ქვია და დავждეთო და დავილაპარაკოთ. მოიფიქრეთ თქვენ კარგად აი რას აპირებთ, იმიტომ რომ ჩვენ წერილი მოგწერეთ რომ ყველა საკითხია განსახილველი, ყველას უნდა მოეხსნას ინკასო და არა მარტო ჩვენ და ვიღაცა სხვას და ჩვენ სხვა შორის არჩელი ქონა გამზადებული აგერ 7 თუ 8 მოხლე აქვს დარღვეული ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის დავების იმაში რა განხილვა საბჭოს საჩივარი შეტანას ვაპირებდით. უკანონოდ მოგვექცეთ, უსინდისოდ მოგვექცეთ და აი ეს დრაკონობა უნდა დამთავრდეს საქართველოში. ისევე როგორც უნდა დამთავრდეს ნიკა მელიას ეს დრამატული საქმიანობა. არ შეიძლება ქართველები ვართ 3.600.000 თუ 700.000 ვართ ნიკა და შენ რას გაგიკეთეს? შენ კი არ გაგიკეთეს. თავიანთ თავს ხო გაუკეთეთ, ჩვენ გავიკეთეს ყველას და მე აი აღშფოთებული ვარ და მართა ისა ვარ გაბრაზებული და აი ამ იმაზე ინკასოსთან დაკავშირებით მე პარასკევსაც განვაცხადე და რა ვიცი ჩვენ პარასკევს ვიყავით TBC ბანკში და როგორც ჩანს ეს მამუკა ხაზარაძე რო წავიდა იქ რაღაცა მოიშვა თუ რაღაცა იმიტომ რომ დავრეკეთ ჩვენმა ბუღალტერმა დაურეკა ამ TBC ბანკის ხელხასა და აი 5 წუთში მოგცემთო იმასა ანგარიშებსაო და აი 4 დღე გავიდა და საღამოს 6 ნახევარზე მოგცეს და მაპატიეთ რომ ესე თქვა შეუფუთავად იქნება გამოცხადებული ჩვენი საბანკო ანგარიშები. აი ახლა ალბათ თუ კი შეძლებს ჩვენი პროდიუსერი ამ ინფორმაციის გაცემას ყველას მოგიწოდებთ ხალხო ყველას. ძალიან ბევრი ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს და ძალიან ბევრი ჩემი ახლობელია და ძალიან ბევრი მეუნებოდა რომ ანგარიში გახსენი და იგივე გააკეთა სხვა შორის ტელეკომპანია დოჟმა. როდესაც პუტინმა ჯერის ვაიმე ნიკა ანუ იქნება ანგარიში მე თითებული სადაც იქნება აი მთელი წელიწადი გავივლით ამას რატო იცი ნიკა სხვათა შორის მე ხა დეტალებში არც ჩავკვირვებულა განახევდა სარეკლამო ბაზარი საქართველოში. როდა დგანა და ყელყელავენ. აგერ არის ხალხო და დამეჯერეთ პირველი არის ლარის ანგარიში TBC ბანკის ნებისმიერ აი მასში შეგიძლიათ აი ამ ანგარიშზე და ეს ივლის და არ ვიცი ვეცდები რომ ბარიერში წეგება ეს გავიდეს.
ეს არის ჩვენი ანგარიში. ქვედა არის სადოლარო ანგარიში და ძალიან ბევრი დარწმუნებული ვარ, ბევრი და ბევრი შემოგვივა. მით უმეტეს აგერ ანიკა რეპრესირებული პარტიისა და რეპრესირებული ბიოგრაფიის ადამიანის მომხრეებმაც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ხალხისა ვართ, ჩვენ არც თამბაქოს ფაბრიკები გვაქვს, არც ისინი გვაქვს, რა ქვია, რას ეძახიან იმას პრიჩალებს რო ეძახიან რა პორტებში, არაფერი არ გვაქვს ჩვენ. ბიტკოინები. ბიტკოინის დერის თავი სადაბა. გულახდილად ძალიან გამიხარდა, არ ვფიქრობდი, აი თქვენთან დაკავშირებითაც და პმპ-თან დაკავშირებითაც ვფიქრობდი, ჩემთვის სახში ვიყავ, ახლა როგორ უნდა მეთქვა თქვენთვის ან პმპ როლისთვის. იდეალური გამოსავალია, რამდენად რომ აი ამით გაიწან, აი ამ გადაწყვეტილებით გაეწანა სიტყვა სახეში ხელისუფლებას რა. მე ეჭვი არ მეპარება, გეფიცებით ეჭვი არ მეპარება, რომ ის დავალიანება და ის კრიზისი დაიძლევა და დაიფარება ხალხის მიერ და ნამდვილად კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ტელეკომპანია კავკასია არის ჭეშმარიტი სახალხო ტელევიზია, ეს არ არის სიტყვების რახა. ეს არ არის სიტყვების რახარუხი რა. გულახდილად გენდა მესიამოვნა. აი ძალიან მესიამოვნა, იმიტომ რომ ეს არის უსო, არ ვიცი ხო ვინ მოიფიქრეთ ეხა აქ, მაგრამ უსორესი გადაწყვეტილებაა ხალხო. სიამოვნებით და დარწმუნებული ვარ 24 საათის განმავლობაში და ეს დატრიალდება სოციალურ მედიაშიც და ხალხი გაიგებს, აგერ ნახავთ თქვენ ერთი კვირის თავზე თუ დავალიანებთ თეატრ არ დაგიფაროთ. ვეთქის ვიდეოს ყოველ შემთხვევაში. ამორიცხულია, იმიტომ რომ არა იმიტომ რომ აქ ვარ ხალხო რა, რო თქვა წვილი, მაყურებელი არ შემამჩნევს, ო ვიტყვილები და კეპილფერებით? არა, ყველა დროში და სივრცეში, ყველა ხელისუფლების პირობებში თქვენ სასწავლებლად მართლაც მოახერხეთ, ყოფილიყავით ობიექტური მიუკერძოებელი პირუთნარი ტელევიზია. ეს არ არის ადვილი და არსებობა არ შეწყვიტეთ, ხო? არსებობა არ შეწყვიტეთ. და ახლა როდესაც აკეთებს ხელისუფლება იმას, რასაც აკეთებს, რა გარანტია, ვინ მოგცა იმისი გარანტია, რომ იქ არ არის კორუფცია ელემენტი, რომ კორუფციული გარიგებაც არ არის, ხო? ეს იგი მრავალ მილიონი დავალინებას მე შენ მიცილვადებ 10 წლით, ანუ იმედი რახან ვარ და ბიზნეს რო ვაკებ და სპეციალური გადაცემის გამოშვებით ეთერში შევდივარ, რომ ვანახო ერს, როგორ აკებს განათლების მინისტრი ბიზინა ივანიშვილი და ამიტომ არსებობს ტელევიზია. ამიტომ არსებობს ტელევიზია და მეტი არაფრისთვის, ხო? და იმას შეპატიო მილიონობით ლას და კიდევ იგივე საკეთებს ტელეკომპანია მეორე მაესტრო და ტევ პირველი და კავკასია რახან ქეთს არ უხრით, ხო? ეს რა კი აბნელა ამ ქვეყანაში ხო? ამათ რა. მარტივად გეტყვი ელემენტი, იმიტომ კი არა რომ უბრალოდ ტელეკომპანია იმედი არ მომწონს რახან ბიზინა ივანიშვილს უბრალოდ ხომ უნდა იყოს რაღაცა ობიექტურობასთან ახლოს მისი რომელიმე სიუჟეტი მაინც. თანასწორობის პრინციპი ირღვევა საქართველოში და დაუშვებელია. ამ პატარა ქვეყანაში 6 თვის შემდეგ რაც მე მაგალითად სამაჯური მადევს ხელზე, ხო? აი მაგალითს მოვიღოთ, ხო არა? მოქმედი დეპუტატი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ხო? არც ერთხელ დავიჯერო, ეხლა როგორ შეიძლება ტელეკომპანიას იმედს არ გასჩენოდა სურვილი, რომელიღაცა გადაცემაში მივეწვია, მაგალითად. ხო? რასო ბიზილად ყავდა. 6 თვეა, მე არ მახსოვს ტელეკომპანია იმედში საერთოდ არ ვარსებობ. იმედში აი ეს მელოდი ახალგაზრდა არ არსებობს რა. მელოდზე გავახსენდა. არ არსებობს. როგორც ტელეკომპანია მაესტრო, ანუ გადაცემაში არ მახსოვს უბრალოდ ყოფილიყავ. ეს არის გადაწყვეტილება. აი მაესტროში რა სუპოზიტიურია. რომელ რაიონში რა კეთდება, სულ ამაზე ხარჯავე დროს. მაესტროში დიახ, რეგიონი. ნუ აზა. ყველა ოპოზიციურ თითქმის ყველა ოპოზიციურ ლიდერს იგივე ეხება. და შენ ოჯახი აშენებულო, ესე იგი რამდენია დავალიანება ჯამოთ რაღაც 50 მილიონი, ხო თუ რაღაც? არა, 70-ია რეალურად, იცი ასე. 70 მილიონი ვარ. და აი აგენ ნახავთ. სილა გაეწონება ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებას. რიგი დადგება. მეც მაინტერესებს, ხო? დიდი სიამოვნებით მე პირადად როგორც მოქალაქე მივიღებ ამ კამპანიაში მონაწილეობას და ყველას მოუწოდებ ჩემ ხელთ არსებული რესურსებით, რომ ჩაერთონ აი ამ კამპანიაში უბრალოდ ვადებში. გვეთვაგის ვიდეოს შეიძლება რა ქვია, ჩემო ნიკა, მაგრამ ერთი დეტალი მინდა გითხრათ, ხა ეს ხუთშაბათს იყო თუ არა ვსწრები რომ დაფიქსირდო, პარასკევს დილას პატრულმა გამაჩერა. ვიფიქრე რა დაუშავებეთ და პატრულმა მითხრა, გეხვეწებითო და თუ გამოაცხადეთო ნომერიო და
მეო ძალიან მინდაო რა მამაჩემი და დედაჩემი სულ გიყურებთო და მაგათ გავახარებო და გააკეთეთო და ვაჟებს 4 დღე ვიწვალეთ ავებაში რა ქვია TBC ბანკში და 6 ნახევარზე მოგწეს და გაცილებით უკეთესი ხარისხით გავაკეთებთ. არ ვიცი, შეიძლება შემდგომში ჩვენ კლიპის გავაკეთოთ. მე გულწრფელად გეუბნებით. რაც შეიძლება ბევრ საქართველოს მოქალაქეებთან. თქვენ ეჭვი გეპარებათ ხახთ? ეჭვი გეპარებთ ეს. გავაკეთებ, აი არ მერიდება არაფერს და მიუხედავად სხვა ტელევიზიების მიმართ ტელეკომპანია კავკასია და ტელეკომპანია პირველიც დიახაც, პირველში ტელეკომპანია გადაიხადეს. არის ყველა მოქალაქის აქმაში ობიექტური ტელევიზია. სახალხო ტელევიზიად გადა თუ არ იყავით ვინმესთვის თქვენ აი დღეიდან იქნებით ასეთი და ერთ კვირაში ივანიშვილი დაინახავს რა გააკეთა თავისი უგუნური ნაბიჯებით რა. განაცხადების და მე მაინც მინდა გითხრათ ხალხო რა კონსტიტუციის ხარჯებს მე მადლობა მინდა უთხრა გულწრფელად ვალერი გელბახიას აი 3 საათი ვიჩეკი და აი ესე თქვა საჩივრის ტექსტს ვამზადებდით უბრალოდ დღეს რადგან ფინანსთა სამინისტროს მამებმა თუ მამინაცვლებმა თუ უფრო ჭკვიანებმა გადაწყვიტეს რომ მოგველაპარაკონ. მოდით რა მოიფიქრეთ. ის ნინომ რაც მოგწერათ ის მართალია ყველაზე იფიქრეთ რა იმედზეც იფიქრეთ იმაძეც რა ჩვენზე მარტო არ არის ესე არ არის ჩვენ ამას გადავიხდით მაგრამ მე მინდა რომ აი ეს ერთხელ და სამუდამოდ აი ეს რა ქვია დისკრიმინაციის აკრძალვა მოხდეს ქვეყანაში რაში მაინტერესებს 1 წელი გამიწელავენ თუ 2 წელი იმათ რატო გაუწელავენ 10 წელიწადს ხო ვიცით რომ 10 წელიწადზე აპირებენ გადათამაშებას გააკეთონ აი ჩვენსავით აი როგორც ჩვენ წვალობდა ხელფასები ვერ დავარიგე დღესა და ბენზი ჩემი ფულით ყიდულობ და შეიძლება ახლა ბინა რა ბიზნესი ყოფილა მე არ ვიცოდი ეს ისენი რო არიან აი ფულს რო ხელზე გაძლევენ რა ქვია ბინა ჩამიდევიო მანქანაა გუში მოვკვდი დავიღალე ამათა სირბილში კოშმარია იცი აი არ ესმის ეს ბუღალტერი ყოფილა იმაში. კერძო სასურთიეთობით ვინცათ მე ვაშე. რა ყოფილა ბიჭო იდიოტობა ბანკებზე უარესი პირობებია. მე მუშაობდი 2012 წლის ნოემბრისთვე იუსტიციის სამინისტროში. და მართლაც აქ ტყუილის დამეჯერება ამ მიმართულებით დღეს მდგომარეობით მოვალეთა რეში რეგისტრირებული არის ბატონო დავით 280,000 მოვალე. რეგისტრირებული 280,000 საქართველოს მოქალაქეს ადევს ყადაღა 280,000 საქართველოს მოქალაქეს 2012 წლის ნოემბრის მდგომარეობით იყო 150,000 სუბიექტი რეგისტრირებული. ხო და ეხლა ბაში ეს გეტყვირა ნიკა ბაცალერი წავს. 7 წლის თავზე გაორმაგდა ხალხო. ნიკა უარეს ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ადრე უხინდა ყველას, მაგრამ აგერ ბატონო კონკრეტული მიმართულებით. გაორმაგებული არის უარესობისკენ. ნიკა მაცალე რა. აი ეს ეხლა ეს გამხდარი ის როა ვიღაც დეპუტატი კოპალიანი. რები იბოდიალა დღესა რომ არაფერი გაჭირება რა ხალხი ნახეთო როგორ ყიდულობს სუპერმარკეტებში და იმაშო. კარლო კოპალიანი. ვინა ეს კარლო კოპალიანი არც ვიცი ერთი ის არ არის ციხეში რო შედიოდა სო. მაზღარ შეერის მაზღარი გონიაო კარლო ისე ნუ მოგდით რა. კარლო კოპალიანი გაგასცენოთ ვინ არის? კარლო კოპალიანი არის ეს ადამიანი. აი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე კომიკური ალბათ ტრაგიკული განცხადება გაკეთა. Facebook-ია თუ ვიღაცა არის. ვოი არც იცოდა. არა თავის თავს მიხედოსო. აიმე ნუ აი რა არის? ეს არის განმშობლობა აქვს ეს არის დეპუტატი მართველი ძალის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში რომელიც წარმომადგენელია უმრავლესობით საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს ბატონი აი სულ რაღაც 1 საათის წინ გამოვიდა მედიის წინაშე წარდგა და თქვა ამ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში რომ სოციალურად და ეკონომიკურად გაუჭირდა ხალხო ეს არის დიდი ტყუილიო შედით ყველა ბაზარში აგრარულში და სუპერმარკეტებში და ნახავთ ადგილი არ არისო იმდენი ადამიანი შედის გამოდის ჩვენს აი ეს ადამიანი ხალხო ნიკა კაი ხო არ მინდა ვიღაც უამრავი ამას ფიქრობენ ბიძინა ივანიშოვა რა სხვა რამე არ გიჭირდა აი ხა ეს ბიძინა ცალკე ის არის კოპალიანს მინდა მიმართო ხალხი თვეობით ემზადება ახალი წესის საქართველოში ყოველთვის წმინდა დღესასწაულად ირთვება და რაღაცები გაყიდეს რაღაცები შეაგროვეს რატო შევანაძროსაც რიგები იდგა ყველა ბაზარში ბატონო დავით გაორმაგებულია ეს რეგისტრირებული ოფიციალურად კომერციულ ბანკებში არსებული ეგრეთ წოდებული პრობლემური სესხები ჯერ სასამართლოში რო არ მოხდა მაგრამ იქ არსებული პრობლემური სამსახურები რომ
ყოველდღე გირეკავენ და გადაიხადეთ თორე სასამართლო ის რაოდენობა არ ითვლება 300,000 საქართველოს მოქალაქეს აქვს ყადაღა დადებული მეთქი და ამას თავი დავანებოთ აგერ 4 დღის წინ ჩამივარდა მონაცემები ხელში არ ვიცოდი ვაღიარებ ხახდო მიმდინარე წელს 2019 წელს 27,000-მა საქართველოს მოქალაქემ ანაზღაურებად დონორად სისხლი ჩააბარა სისხლის ბანკში 30 ლარად მაქსიმუმ 35 ლარად 27,000-მა საქართველოს მოქალაქემ სისხლის ბანკში ფული ჩააბარა რეალურად საქმების სანაცვლოდ ხას უსმენ ეს არის ანაზღაურებადი დონორი და არა უანგარო დონორი უანგარო დონორთა სტატისტიკა ცალკე 20,000 ჩააბარა და ნათესავები რო აბარებენ სხვა არის როდესაც სისხლის ჯგუფი რომელიმე გჭირდება შენი ნათესავისთვის ხო მე ვამბობ როდესაც დგები სახლიდან მიდიხარ სისხლს აბარებ და ამაში ფულს იღებ 400 გრამში 35 ლარიდან 40 ლარამდე უხდიან 30-დან 40 ლარამდე 400 გრამში არ სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნა ეს პოსტი და ვიდრე ჩემთვისაც მოულოდნელი იყო არ მეგონა თუ ამდენი ადამიანი 27,000 აი კოპალიანმა არიცის მაგუბედურმა ერთ-ერთმა გოგონამ კომენტარებში მიმიწერა რომ მე როდესაც დავაპირიო სისხლის ჩაბარებაო მივედი და ვერ ჩავაბარეო იმიტომ რომ 48 კილო ვარო წონაში და არ ჩამაბარებიოს მინდოდა რომ შვილები გამომიყვებაო და მეორე ადამიანმა ახალგაზრდა გოგომ ასევე მითხრა 2 წლის წინ დიახაც მეც ვაბარებდიო და როდესაც ახლა თქვენი პოსტი წავიკითხეო გამახსენდაო და ვენებზე დავიხედეო და ჩემი ჩალურჯებული ვენები დავინახეო კიდევო ანუ წამოგიდგენიათ ყოველ შემთხვევაში აი ესეთი გაწვალებული ვენები უბრალოდ არა ამ ქვეყანაში როდესაც ეს ხდება ხომ არ არის ეს ჩვეულებრივი ამბავი ეს მარტივად არ უნდა გავატაროთ რა არ უნდა გავატაროთ შეეცავით რა ნიკა რა მე მინდა კოპალიანს უთხრა ჩემ თანამშრომლებს აი ეხლა დღეს სულ ყველას ბოლო დღეებია სულ ყველას კრედიტები აღებდა 32-33 მივარ ჩემიანად კრედიტები მეც კრედიტი მაქვს და კრედიტზე ეხლა რადგან ეს ინკასო მაქვს ვერ ვიხდით ამასა და პროცენტები გვემატება აი ესეთ მდგომარეობაში და კარლო მე არ გიცნობ თქვენ და სიმართლე გითხრათ არც დიდი სურვილი მაქვს რომ გაგიცნოთ რაღაც საშინელ და ამაზრწენი საუბრებში გნახეთ იმასთან ეს იმის სარალიძეს ბავშვთან დაკავშირებით რო იყო არ არის წავს რა მინდა რომ ეს მან იცოდეს მაზღარს ვინმე თუ არის პირდაპირ გეუბნები ეს ადამიანი არის არ მიყვას ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ეს კარლო კოპალიანი არის მართლაც გამოსაყვანი ხა პარლამენტიდან და როგორც აი ბავშვი რბილად გიზმო ცემო უბრალოდ რა გაშლილი ხელით მარტო გეუბნები გაშლილი ხელით არა ბავშვი უნდა წამოვარტყა რა ამ ადამიანს უნდა წამოვარტყა ტაკოზე მარტო გეუბნებით რა ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა იმ შიერი მოსახლეობისა რომლის ნაწილი სისხლის ბანკში დადის და ასეთი ყოფილა 6 თბილისში და თლიან საქართველოში 16 სისხლს აბარებს რომ სახში საჭველი მოიტანოს 30-დან 40 ლარამდე 400 გრამში ეს შეაძლებენ აბა და ეს ბატონი ხელისუფლების წარმოადგენელი გამოდის აი ამ მილიარდერი ივანიშვილის სახური ბოდიში ემოციებისთვის მაგრამ სხვა რა უნდა რა შეფასება უნდა მივცეთ კაცო რა პოლიტიკური შეფასება უნდა მივცეთ და რა მაღალფარდოვანი სიტყვების წებნაში უნდა ვიყო ხა მე დაკავებული როდესაც აგი დავინახე პოლიტიკოსი რომელიც ამბობს რომ არ გიჭირთო თუ გიჭირთო მაღაზიებშიო და ბაზრებშიო რატომ დადიხარ და როგორ დადიხარდო რა უნდა გააკეთო უნდა გააკეთო და ჯოხით მართლა უნდა ადამიანი გაწკეპლო არა ვიღაც გეუბნებით იმიტომ რომ ეს დაცინვა ისეთივე დაცინვა როგორი დაცინვაც იყო გუშინ როდესაც გამოვიდა გამოიყვანა ივანიშვილმა ეს არა ჩვეულებრივი ამბავი ჩვენ როგორ ერთხელ ცხოვრობთ ბატონო და ძალიან თუ ერთხელ ცხოვრობთ რა არა სამჯერ ვერ ცხოვრობ და ორჯერ ვერ ცხოვრობ რომ რაღაცეები ვიღაცეებს ვაპატიოდ და პოლიტიკური კორექტულობა ყოველთვის გამოვიყენოთ და მე ამგზას დავადგე ერთხელ ვარ ხო თუ 80-90 წლამდე იცხოვრე მადლობა უნდა თქვა ხო და გვინდა რომ ამ ჩვენს ვადაში სანამ ვარსებოთ და ცოცხლები ვართ ქვეყანაში უკეთესობა იყოს ვიდრე 20 წლის წინ და არა უარესობა. როდესაც ვხედავ რომ ბევრად უარესი ასე თქვათ პერსპექტივა აქვს ქვეყანას რა გინდათ ეხლა თქვენ გინდათ რომ მე კორექტულობისგან მომიწოდოთ? გამოიყვანა ვინ და განათლების მინისტრი რომელიც ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობების უკეთეს ხვალიდან დღეს უნდა ზრუნავდეს და განვითარებას მოსთავაზობდეს როგორც ბავშვი დააყენა სცენაზე და კარნახობდა პარტერიდან მინისტრს საკუთარ მინისტრს როგორ უნდა შეექო ეს ადამიანი
აი უკან ნახა. სირცხვილი იყო რა. დიახ, რა უკან ნახა მე დიახ ბატონო ბიძინაო. ამის თქმას ვაპირებდი სწორედ და ვერ გააგზელა. როცა წინა ხელისუფლება ჩეხავდა ვასო, ბატონი ბიძინა ახარებდა ვასო. და ერთი წუთით რაზე გავამოხილოთ, იცით ყურადღება? რა საზოგადოება, რა ღონისძიებაზე იყო წესი და რიგით. წიგნის პრეზენტაციაზე, ხახდო? სპექტაკლი იყო რა. არა, წიგნის. წესი და რიგით წიგნის პრეზენტაცია, როდესაც ტარდება, რა შუაშია იქ პოლიტიკა შენ ოჯახაში ნებულო. რა შუაშია იქ წინა ხელისუფლება ამჟამინდელი თუ მომდევნო. ნიკა სახში ხარ გამოკეტილი, არიცი. არა, ეს დღეზე ახლა გეუბნები. ეს რამდენად გადახედებულია, რომ აკადრა და თავს უფლება მიცა, რომ საკუთარ ხელის ბიჭ განათლების მინისტრს, რომელიც რატომ მოაბრუნა მეორეჯერ მინისტრად აგერ გამოჩნდა, ხო? გამოჩნდა ერთია, მაგრამ ცვირწამით მაპატია ისანიკა რეკლამაზე 2 წუთში უნდა გავიდე და მოვასწრომი და უთხრა ამ ჩხენკას, არ ვიცი ეს ჩხენკელი ვინაა და რა ხელობისა, მე მგონი მინისტრის მოადგილე იყო მთელი ცხოვრება და ჩხენკას მინდა უთხრა რა, წაიკითხეთ ერთი სტალინი ემას რო შეხვდა ფეიხტვანგერს თუ არა ვსწრები იქ წერია, მე ესე მახსოვს, რომ აი სისხლო დავიმოდო, გიтлерმაო, გაერთიანაო, გერმანიაო და მასო ნაპოლეონს ადარებენო გერმანელებიო და სტალინმა კარგი რემარკა უთხრა. კატაც ცდილობს რომ ლომსდაემს გავსოს. ნუ კარგით რა სირცხვილია ჩხენკელი ხარ თუ ვიღაც აღარ ვის ადარებ? გაგვიჯერდა რა უბედურება, ჩემო ბატონო დავით. უბედურება ის არის რომ არ უნდა დაუშვათ რა იმ ადამიანებს, რომელთაც აქვს შესაძლებლობა რომ ტელევიზიით მიმართოს საზოგადოებას, ამაზე ხშირად უნდა ვილაპარაკოთ. არ უნდა მივაჩვიოთ ასეთ საზეცრობას საზოგადოებას, ხახდო? განათლების ნებისმიერი ადამიანი, როდესაც საჯარო სივრცეში ასე მლიქნელობს, იმიტომ რომ საკუთარ უფროს ასიამონოს და ამით სარგებელი თავის თავს მოუტანოს, ხო? არის დასაკმობი, მაგრამ 2 მაგად და 5 მაგად არის დასაკმობი, როდესაც ამას აკეთებს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. აი რა, ახლა ჩვეულებრივი ისა რა, ვაზელინოვიჩი, არა, ვაზელინოვიჩია ეს კაცი. ამიტომ, დიახაც, ამიტომ მე მგონი აღარ მოიძებნება ქვეყანაში არავინ გარდა არაობიექტური ხალხისა, რომელსაც უბრალოდ აწყობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს ხელისუფლებაში, იმიტომ ფულს შოულობს. მორჩა გადადა და ცირე რაოდენობა ადამიანებს, რომლებიც რატომღაც არიან ბიძინა ივანიშვილისკენ, მორჩა გადადა. ცირე არ არიან, არმია. ვინც არიან, ხო, აი კარლო კოპალიანის ოჯახის წევრები ხომ იკრებიან მისკენ, კაცო. ანუ ეხა კარლო კოპალიანი რამდენად მოწყვეტილია რეალობას, რატომ იცით, ესენი არ არიან კაბინეტის წევრები ბიძინა ივანიშვილის, ესენი არიან თანამეინახეები, თანამესუფრეები. ეს ბატონი ივანიშვილს აქვს საკუთარი სამყარო შექმნილი. აი აქ მომღერალი რო ყავს, პარლამენტში რო ყავს, სხვა რო ჭკუასელი რო ყავს. კიდე ვიღაცები ეს უბრალოდ მომღერლებს აიყვანს ამ კულტურის წარმომადგენლებს, რომელთა საერთოდ სახეც არავის უნახავს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ხმა ამოღებული არც ერთ დანაშაულზე, არც ერთ ძალადობაზე. სიჩუმეში რო უხდის ხელფას ბიძინეებში, აი ამათთან ერთად თამადობს და ამ ხალხს უსმენს. და მერე გამოდის ქუჩაში, ჩამოდის ხან მოსწავლეთა სასახლეში ხან ამ ღონისძიება ხან და საუბრობს იმას, რასაც საუბრობს საკუთარ სახში ჭკუასელ კოპალიანებთან, ხალხო. აი ეს კოპალიანი აღარ მიხსენო რა. ეს არის კოლექტიური კოპალიანი, ბატონო ჩემო. ეს საშინელება. რა, კალაძეს იგივე სხვანაირად იქცევა? ამ ადამიანებს მართა ჯერათ, რომ ამ ქვეყანაში უკეთესობა არის და ბედნიერები უნდა ვიყოთ, ხალხო. 32,000 ლარს რო გადაიხდი, აპირებ გადაიხადო და შენი ძმაკაცის ქვისლის კომპანიას რო უკეთავ და 3 მილიონ ლარს ურიცხავ, რომ ერთ სალ ურნაში ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე რო დადგა თუ ჩააყენო ხა მიწაში 32,000 ლარი და მერსედესი ხوار რაკა ვერ აეწყო. რეკლამის შემდეგ მინდოდა მესაუბრა ამაზე. ვერ ხვდებიან კაცო, ის იტალიაში და პორტუგალიაში სხვა სიტუაცია. არა, ეს არის სიგარეტ ჩააგდებს, ხაზარი გაჩნდება იქა, ვინ მოიფიქრა? არა, ეს არის იტალია ხა, მიუხედავად პორტუგალიის ერთ-ერთი დიახაც სახელმწიფო, სადაც კორუფცია უცხო არ არის. არ არის, არა, იგზია კორუფციაზე, კაცო. აი ამ ყველაფერი, რასაც ვისმენთ და რასაც ვაკეთებთ 13,000 ლარის სკამში როგორ უნდა გადაიხადო, როცა ადგილზე 1,000-2,000 ლარად მაქსიმუმ. აბა, რატო 2,000-400 ლარად აკეთებენ თურმე გაზო არ არის. აი, სკამები, რომელიც გას ქალაქში და დედაქალაქის თბილისის მერია რო არის წარწერა. ხდება 500-400 ლარი ხალხო. ჯობია, მაგის ზურია თო. მაგრამ იტალიაში
ეჭვი არ მეპარება რომ ამ ადამიანს აქვს კონკრეტული სარგებელი ყველაფერი ყველა ამბობს თელი თბილისის ბიუჯეტი გაზიდა იქით კაცო და თან საკუთარ ძმაკაცის ქვის აძლევს საკუთარ ძმაკაცს აძლევს ტენდერის გარეშე გახალიას ხელი მოაწერია ო აბა და ასე ურიცხავს 3 მილიონს ნიკა რეკლამაზე გამიში და ხალხო წაიკითხეთ და ის ბეჯვარე რო ყავს ბოდიში მაგრამ ეხა ვილაპარაკოთ აი რეალობარი დეპუტატი მეორე დეპუტატი რო ყავს რაგვარია წულაია 16 მილიონიანი ქონება უძრავი მიცა ერთლარად ხახტო ვიცი ისტორია არა ელიტური კორუფცია ნიკა ელიტური კორუფცია დაიწყეთ აი ის მინდა ვახსენო და ცოტა განვორცო მოკლედ და მე რეკლამაზე გავიდეთ მე კი არ დამჩაგეს და რეპრესირებული კი არა ვარ მეგობრებთან ერთად სხვა კოლეგებთან ერთად რომ ვასკდებოდი ამ წლების განმავლობაში და ძბრად ვცდილობდი მედინებია მათთვის ეს ყველაფერი მათ იფიქრეს რომ ეს იქნება ჩემთვის სასჯელი მაგრამ ვარ აქ და საუბრობ და მიმოკვეთებ იგივენაირად როგორც ვაკეთებდი ხო რეკლამაზე გამიშვი ნიკა ახლა არ დამღუპო რეკლამა ხალხო დაგველოდე და რეკლამის შედეგად გავაგრძელეთ მე ვფიქრობ მაინც რომ აი ყველაზე უსამართლოდ საქართველოს სახელმწიფო სახელით ამ უბედურმა პარლამენტმა ნიკა მელიას აი ბინძურად ის უქნა რა აი აზიზ ეხა მე თავს ეხა რაიმე შეზე არ ვიძახი კარლო კოპალიანი რო დეპუტატია და მე რო აღარ მიდეს მანდატი ჯიბეში ამით მე რა დამაკდა რა მაგრამ ვიცი რა პრინციპი გეუბნებით არაფერი ხო არა ნიკა სამართობაზე უნდა ყველა აღვდგეთ რა შეიძლება მოითმინოთ ეგეთი რაღაცები ამიში ნიკა რეკლამაზე არის პანიკური შიშებით გამოწვეული კაცო შინია ჩემი თითქოს ნაგვის урна რა უნდა იყოს ხო აი ამ თითქოს ამით აცდილობენ პიარს ანტი პიარში გადასდით და მთელი ქვეყანა რისხანებას მიეცემა წიგნი ვერ გამოუცია ბიძინა ივანიშვილს წიგნი რომ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი არ გაგიჟდეს ისეთი სულებს აკეთებენ და რატო იცით ისეთ ფაზაში არიან ღომსაც ვეღარ ამოიღებენ ლობიოს ვერ მონესავენ სონს ვერ აზილავენ უკვე წარმოუდგენელი არ არსებობს ამათ ხელში ყველაფერი გაფუჭდება უკვე ვერაფერი ვერ გაკეთდება იმიტომ რომ არიან ძალიან მძიმე ისტორიის არასწორ მხარეს და ეს გემართება მე შემთხვევით არ ვახსენე დანტონს თავი მოკვეთეს და იმ პარლამენტმა ნუ ის იაკობინური პარლამენტი იყო მაშინ და პირუტყვებით აწიეს ხმა და მისცეს და მართა გეუნებით აი დამერწმუნეთ გულწრფელად კი რობესპიერი ძალიან დიდი ის იყო მაგრამ ზომიერი იყო ეს ისა დანტონი და სტაბილურობის მომხრე იყო და აი რა ვიცი ხელმა თავებმა თუ რა ვიცი მემარცხენე სოციალისტებმა ესე გადაუწყვიტეს და ამით საერთოდ რევოლუცია დამარხეს იმ იდიოტებმა და მე გულწრფელად გეუბნებით პარლამენტი დამთავრდა აი ეს პარლამენტი ბიზნეს პარლამენტი როდესაც ნიკა მელიას მანდატი შეუწყვიტეს და სისულელები და სიბინძურებზე აი ეს 92 კაცი ვინც ხმამისა არარაობები ხართ რა და ისტორიის ნაგავში წახვათ სულ ყველანი და ნიკა მაინც მახარებს და ეს სპეციალურად მოგიწვია შენ და აი სხვა შორის გამიხარდება აი Google-ი მოდი რა ხვალ ჩემთან ჩემი სტუმარი გახდი და რა პასუხს გასცემ ხალხს მე არ ვიცი Google-ი შენ წინააღმდეგ მის საქმა თუ შენ სასარგებლოდ რატომ მიწევდა თავი მაინც არ შეიკავა არ მოხვიდე Google-ი შეჭირება მომიშლი ნერვებს გამოდით რომელიმე ქართული ოცნების ხო ნორმალურები ეს ისინი რო ხართ ჰიტლერი იუგენები და რაღაც იდიოტები ესეთები არ მინდა და თქვით აი რა არის მოგწონთ ამ კოპალიანის ბრახაბურუხი და საერთოდ რა ყოფა არის ესა და წმინდანებს რო აჯიბრებდა ამ კაცსა და ეს კაცი ვერ ხედავთ რომ არაადეკვატურია და შეიცვალა და დღეს არ ვიცი ნიკა ახლა შენ უყურე თუ არა ესე იგი იმაში რა ქვია ეს მარეგულირებაში ეს ბექაური არის ისტორიის შეცდომა რა ისაო რა ქვია პოლიტიკური ის არის ეს რეკლამა რო გადის იმაში რა რეკლამა მეთქი ხო კლიპი გადის და ეს უნდა აიგრძალოს არა გაქვთ უფლება ამისი მაშინ კონსტიტუცია შეცვალეს გამოხატვის თავისუფლება ყველა საკუთრება ხალხის საკუთრებასა და ტელევიზიისაც არაფერი წინასაარჩევნო კომპანია ახლა არ მიდის და გამოხატვის თავისუფლება თუ ზღუდავთ შეგვიყვანეთ ბარეგან რუსეთის ფედერაციაში ისედაც ძალიან გინდათ რომ შევიდეთ ესი არის ესა თქვენ ფაქტიურად დემოკრატიის ნამცეც მონაპოვრები რაც კი დაგვშა იმასაც გვიზღუდავთ ესი არ გამოგივა ბექარის კიდე ეს ვატო აბაშიძე ნუ ეს ხონური ისენი რა ქვია არ წვადის დაწვა უნდა არ შამფურის თაღლითები ხართ თქვენას უყველანი იქა და იმაზე გავფრაზეს ქათამაძე როა რესპუბლიკელებისგან დასახელებული შენ მაინც არ აქვს ხვენია ვითომ ოპოზიციონერი იყავი და
ზიხარიკა და 1000-ებს იღებთ. ამაზე ვინ არის? მიმიშვით მელია. არა, ბიჭო, რესპუბლიკელებისგან იყო შეყვანილი იმას. არეგულირებელში. არეგულირებელშია. 7 და 10.000. არ გაგვიკვირდეთ, ეს ძალიან ვთქვათ. მესმის მე შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა რა. მოსახლეობის ჩვენი ძვირფასი მოსახლეობის ემოციებისაც მესმის ძალიან კარგად. უთის აი ამ უტიფრობას ხედავ ყოველდღიურად უკვე ვადები. ოპალიანი პროზაული გახდა, უნდათ რომ უბრალოდ შევეჩვით, არ შევეჩვით პირიქით და რო არ ვეჩვით და პანიკური შიშები რო გაქვს, შეცდომის იმიტომ უშვეთ უფრო და უფრო. მაგრამ ეს ხალხი იქ იმიტომ კი არ არის მე ადრეც თქვი და მინდა ვავიმეორო რომ მართლაც დამონებულია ყველა და არ შეუძლიათ სადმე წავიდე ბოლბოლ სახში წავიდე აწყოთ ბატონო დავით აწყოთ ამ არეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის რამდენია ხელფასი 30000 თუ 40000 ლარია აწყობს აღარ მინდა რა თქვა გასაც უნდა იმას გააკეთოს გახსოვს მეცხრე არხის დირექტორი იყო ეს გამოწველა იქაურობა ბიჭო ტანსაცმელები და ავეჯები სახში წაიღო კონკრეტული ანგარებითი ურთიერთობები არსებობს ქართულ ოცნებაში რა. ვიზინა ივანიშვილი ახლა როგორც ჩანს, ბოლომდე მიცა მწვანე ყველა მაღალჩინოს აკეთეთ ფულიო. არ ვიცი ეს ოლიგარქია არის წესწყობილება ჩვენ ქვეყანაში. ენდერებში რეები ხდება ნიკა. თუ სხვა სისტემა, თუ სხვა წყობილება, თუ პლუტოკრატია, სადაც ბევრი თანამდებობის პირი, ბევრი ფულიანი ერთდროულად მართავს ქვეყანას რა. ივანიშვილი მიხვდა ერთ რაღაცას რომ მარტო მე ვეღარ მართავ, იმიტომ რომ ვიღაცები, მოდი, შენს ბოლომდე გაისვარე, შენს ბოლომდე კორუფციაში ფული აკეთე, იქით თავის სხვა თანამდებობის ხალხს უთხრა, იქით იმას უთხრა, აქეთ იმას პორჭე გატოვა. ნიკოშ, ეხლა ზღურად გეუნები რა. ბათუმის განათებები შეხედე და თბილისის განათებები. ბათუმი თუ არ ჯობდეს, გემოვნებაც არა არა, ქუთაისში, ახლა აქ ნაძვის ხეზე რო არის საუბარი, აქ გემოვნებაზე ითქვა ბევრჯერ არ არის ხო? დავა. აქ თანხაზეა მილიონი ლარი არ ღირს ხალხს ეს ნაძვისხე. დაიჯერეთ ერთხელ და სამუდამოდ. არ ღირს, მაქსიმუმ ეს ნაძვისხე ღირს 50000. არ არის ეს ბეთი. პორჩა გათავდა და ეს ამასო თავი დავალე ოდენა გვერდით გადავდა. ჩემთვის ეს არის დიახაც. მაპატიეთ ამ სიტყვისთვის გოიმობა ის რასაც კალაზე აკეთებს რა იცით? აი მაგონებს იმ არ ვიცი აი სახავი კეთილოიხი დიდფულს რო იშოვიან და ბრენდულ მაღაზიაში რო შედიან 20 ჯერ ძვირს რო იხტიან რომ რაღაცა ტანისამოსი იყოს არა და გვერდით მაღაზიაში შეიძლება ბევრად ნაკლები დაგიზდეს მაგრამ უფრო გემოვნებიანად ჩაიცვა აი ამ ადამიანებს აი ამ ღიპიანი კაცებს უცბად რო იშოვიან ხო იცით დიდფულს აი ამ ადამიანს ვაგონებს კახი კალაძე და არ იყიდევას ასეთი და არავინ არ მითხრათ რომ ამ ადამიანს ჰქონდა ფული ტყოთვის ეს ადამიანი ჯერ კიდევ ფეხბურთელი იყო როდესაც ფულის შოვნა უნდა და აქ ნოღაიდერთან ერთად თბილისში არსენალის მთა იყიდა და მე დავალიანება დაუგროვდა და უბრალოდ ხელისუფლებამ როგორც ჩანს შეუწყვეტა და მე წავიდა ოპოზიციაში 2007 წლის 7 ნოემბერი იყო ხახნო მე არ მეგულება ეხლა ნორმალური ადამიანი საჯაროდ არაქებდა ხელისუფლებას როგორც მინიმუმ ხო იმის შემდეგ რაც მართლაც ძალა გამოიყენეს რა ვიცი მე გადამეტებული ბილად რო თქვა ხო 10 კაცის წინააღმდეგ რა ვიცი მოაწყვეს ისულელი და მე გამოცვიდა ხალხი მიშა კაცო მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა და გადადგა და კახი კალაძე აკებდა და ადიდებდა მიშა ზაკაშვილს 7 ნოემბერს საღამოს ტელეკომპანია რუსთავი 2-ში სატელეფონო ჩართვა მილანიდან ზალი კუნდუმაშვილი იყო მაშინ წამყვანი ესკადრები არის სოციალურქსელში და ეს ადამიანი გამოდის დღეს და აქ მორალს კითხულობს და მორალური კატეგორიებით ეს მართლაც ადამიანი რომელსაც ახლოსაც არ გაუვლია განათლებასთან 7 რამდენი არის ის და ძს შემდეგ რომელი ასომოდეს ის არ იცის დიახ ძ და ხ ერთმანეთში ეშლება ამ ადამიანს და გიახ სიგოიმია ჩემთვის როდესაც ათობით მილიონი იხარჯება უბრალოდ განათლება როდეს შეგიძლია ხარისხით ანუ შედეგობრივად იგივე მიიღო რაც ქუთაისელებმა გააკეთეს ახლა მოვაწვეს დაუძდა ცუავდა 20000 ლარი შიერია კიდე ყდება ხალხი შიერი გეუბნები კრედიტებში იხშობა ხალხი კიდევ ერთხელ ამბობ მათთვის ვინც შეიძლება ეხლა მისმეს და ფიქრობს და თავში კითხვა დაებადათ კი მაგრამ რა ადრე არ უჭირდათ როგორ არ უჭირდათ კაცო მაგრამ მაშინ გაჭირებული დღეს გაღატაკდა მაშინ გაღარიბებული საერთოდ გაღატაკდა პერსპექტივა დაიკარგა საერთოდ ქვეყანაში ქვეყნიდან მართლა 700000 და 800000-მდე საქართველოს მოქალაქე გავიდა მილიარდელი ადამიანის პირობებში ხახნო კი 700 და 800000-მდე წინა ხელისუფლებას
რაც გინდათ მოედავეთ, როგორც გინდათ აკრიტიკეთ, ხო დაუშვათ, მაგრამ იდეა ქონდათ, კაცო, იდეოლოგია ქონდათ. ერთობლიობა იდეების არსებობდა. ბოლო-ბოლო ასხივებდა სიმტკიცეს და საუბრობდა მიშა სააკაშვილი საუბრობდა გამარჯვებაზე, წინსვლაზე, ემიგრანტებს ესაუბრებოდა რომ ჩამოდით, უნდა ჩამოხვიდეთ თქვენ. ეს ასაკეთებს? ეს პირიქით, ეს მართლა ვაჭარი ბოდიშით ამ სიტყვისთვის. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დარჩა ეუბნება, რომ წადითო. ესეთი რაღაცა გაგიგია? ავსის სისულელი არ მომისმენია. წადითო, ხახდო. დეზორიენტირებულია ერი. მიზაზე ვერ კონცენტრირდება, არ არსებობს, აი და რეტიანებივით ვართ ყველანი, დილით რომ ვიღვიძეთ, ხალხი არის უღრმეს დეპრესიაში, იმედი ხვალინდელი დღის დაკარგა, კაცო. იმედი დაკარგა ხვალინდელი უკეთესი დღის, საერთოდ მთლიანად და ვადენებ თვალყურს, როგორ აქებს მინისტრა ვითომ კაბინეტის წევრები და სინამდვილეში სუფრის წევრები, თანამეინაყეები, ვისთანაც ბიზნესმენები K-pops და საუბრობს არ ვიცი მე სხვადასხვა სისულელეზე, ხო ამ ადამიანებთან ერთად მე საჯარო სიტუაციაში დრო და თუ გამოჩნდება და უნდათ რომ აი პროვინციონალიზმს შეგვაგუოს, ვერ ეგირსებით ივანიშვილო, ვერ ეგირსებით, ყველაფერი მიკავთ იქითკენ, რომ უმძიმესი შედეგი ეკება თქვენს მართლობას. უმძიმესი ეს პრემიერ-მინისტრის დოხში ჩადგა. რა იყო ეს ახლა ხო ვიცით ყველა რო დღე-დღეზე გიშვებენ. ესე იგი ეფთიმე თაყაიშვილს გიდარება ადამიანს რომელსაც მართლაც რაცო თხა ყავდა თხაზულის იყიდა და იმ თხით ჭამდა რაც 8 წელი ჟიერი და ამ ადამიანებს დღეს გაკეთებული განცხადებებით მართლა გონიათ ეფთიმე თაყაიშვილი გონია ქართული ოცნების ამ ლიდერებს მილიარდერი მეცენატი გონია კაცო დურაკები უწევი ის რომ ვინ იყო ეფთიმე საერთოდ არ იცი ერის კაცი რო იყო ზრახტის კაცი გახდებოდა ისტორიკოსი რო იყო არქეოლოგი ეს ადადარებენ ვის არა ბოზდერჯანცები კაზერენცები გონია და მართლა ზუბალაშვილი თუ ვინ გონია ხახნო ეფთიმე თაყაიშვილი ვინ არის ისეც არ იცის არიციან მართა და კაცის ადარებს ივანიშვილს ეფთიმე თაყაიშვილს რომელიც თქვი თხან გადაარჩინა ერთმა იმით ჭამდა და კაცი ივანიშვილი ლარად იტაცებს თბილისის ცენტრს ბოტანიკური ბაღის ჰექტრობით ტერიტორია მიიტაცა ხახნო და საკარმიდამოსა შეუერთა და რა არ გააკეთა და რას არ აკეთებს და ყველაზე დიდი იცით რა არის დაბიოს განსახიერება ჩვენთვის ვაპატიეთ რა აი დიდი ფული აქვს და ვერ მოიპოვა აი აღიარება აი ხდება რომ დაცინის ხალხი უკვე და ცდილობს რომ ეს ყველაფერი შემოატრიალოს მიზესასარგებლო და სიამოვნებაში ეფლობა ამ მორევში უარესი იმართება ეს უნდა ეფიქრა აი ნიკა აგინებს ყველა მართა გეუნები ახლა არა მაგრამ არ აგინებს დაცინის უკვე ბატონო და დაცინის ეცოდება იცი ადამიანურად გეუნები იცი ხა გამოგია შეეძლო კარგად დაემთავრებინა თავისი ცხოვრება რებს აკეთებს აი ხა ჩვენ ხო არის სამშობლოები არ ვიცი რა მე რა უნდათ მაგის გარშემო ვინსტრიალებს ვარნიაშკები არიან პოლიტიკოსი არ არსებობს ბატონო დავით პოლიტიკოსები რო არ არიან იმიტომ ემართებათ პოლიტიკური ლიდერი არ არსებობს ქართულ ოცნებაში არც ერთი მით უმეტეს არ აქვს არც ერთ პოლიტიკური კაპიტალი ოპოზიციაში არ ყოფილა ვინც იყო და ვინცაც ჭკუა მოეკითხებოდა ქართულ ოცნებაში აღარ არის ჩვენთან ჩვენ ვართ გაერთიანებულები აი შენი უბნელი განათლებული იყო ვინც კვალიფიციური იყო ვინც პროფესიონალი იყო ვისაც გამოცდილება ჰქონდა როგორც ცხოვრებისეული ასევე პოლიტიკური ის ადამიანები რომ მოვიდნენ ივანიშვილთან ერთად 2012 წლის 1 ოქტომბერს დღეს აღარავინ აღარ არის ირაკლი კობახიძე შერჩა და ახლა როგორც ჩანს იმას დაქვია და ზაქრო კუცნაშვილი და ეხა წავიკითხეთ მანქანაში რომ მოდიოთ დაბრუნდება მაგის ზაქრო კუცნაშვილს უწევს თურმე სიით ვიღაცა ხო გავიდა რა ქვია ვიღაცა ჩრდილელი პარლამენტიდან და შემდეგი ქართული ოცნების ხომ უნდა შემოვიდეს ის შემდეგი არის ზაქრო კუცნაშვილი ანუ ქართული პარლამენტიდან გავიდა როგორც მაჟორიტარი დეპუტატი თიანეთის და დუშეთის და ეხლა მას უწევს სიით შესვლა და ჩამი ჩუმი არისთვის და რა ხდება ეს სინამდვილეში ევაჭრება ეხლა კუცნაშვილი იმიტომ კუცნაშვილი არსად არ დაინიშნა იყო საუბარი რომ არეგულირებულ კომისიაში დანიშნავდნენ ყველა არ გამორიცხოთ რომ კუცნაშვილი ახლა ვიხილოთ კვლავ პარლამენტში აი ეს გავრილოვის ეს პარლამენტი არ არის ეს პარლამენტი ის შენობა უბრალოდ რომელსაც პარლამენტი აი შენზე რო პოლიტიკა იქ არ კეთდება მოკვდა ეს პარლამენტი პოლიტიკა იქ არ კეთდება არ კეთდება პოლიტიკა იქ არაფერი არ არის ლარდა 18 თეთრს რომ
სახელმწიფო აძლევს სოციალურ დაუცვას, რომ შიერი არ მოკდეს და ეს ვიცით და ახალი არაფერი არ არის. 9000 საბავშვო ბაღის პედაგოგს 300-დან 500 ლარამდე რო აქვს ხელფასი თბილისში. ვიცი მეც ვიცი. და ასე შემდეგ სისხლავარებენ და ამით ჭამენ. ეს უკვე ვთქვი სისხლით მოპოვებული პური უბრალოდ. ნიკა თმებს ყიდიან. და აი ეს რეალობა გვაქვს და გამოვდივართ. და საუბრობთ არ გვიჭირს და ეს არის ხელისუფლების წარმომადგენელი. უნდა პოლიტიკურად პასუხი აგოს აუცილებლად. ნიკა ეს ვეცადეთ რა, დიდი ბოდიში. საარჩევნო სისტემას ან ისეც მიადადებს მაგიდაზე ქართული ოცნება ან ძალიან მძიმე პოლიტიკური დარტყმა მოხდება ქართულ ოცნებას. მაშინ თუ შეიძლება ერთ გეტყვი რა, ოღონდ არ მაცალე ერწავს რა. პირდაპირ გეუბნები რევოლუციური პროცესი ქართული ოცნების თავს უკვე აბუხბუყებულია და ამუშავებულია. მანა ამუშავა. კეთახმე, მაგრამ რევოლუციური პროცესები მიმდინარეობს ივანიშვილის წინააღმდეგ. სიმართლეს გეუბნები. შეულებრივი მოცემულობა არ გვაქვს. კარგი და ერთი რო იცოდე რა, აი ახლა ეს რაც არ უნდა საარჩევნო კოდექსში იცოდეს არჩევნები თავდება არჩევნებამდე. გაიცი ახლა მე რო უყვირდები არა ამათ ესენი ყველაფერზე წავლე რომ როგორმე მიიყარა ხალხი არჩევნებამდე და მე იმამად ვერსად ვერ წავლე რატო ნერვიულობენ აბა ბატონო დავით და რატო თქვენ და რატო საუბრობენ ვერაფერს ვერ იყიდიან ვერაფერს ვეღარ იყიდიან არ არსებობს შანსი არის ნული ბატონო დავით გულახდილად გეუბნები არა ვეცი რატო ვერ იყიდიან და ეს თავადაც იციან და რატო საუბრობენ ამას რომ ის მერე შევცვალოთ სისტემა 2024-ში შევცვალოთ და ვადამდელი თუ ჩაინიშნება 20-ში ჩაინიშნოს. იმიტომ რა იციან რომ ვაიმე და თუკი თავზე ხელი ავიღე და გავაყალბე და ფეოდალი მაჟორიტარებით მოვიგე 2-3 კინკილა მაჟორიტარით ხალხი გაგიჟდება გამოცვივდება ქუჩაში ამას თვითონ ვსაუბრობ და მომთხოვენო ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნას რომელიც ჩაინიშნება შესაძლებელია 2021 წლის არ ვიცი დასაწყისში on 2000 და არა 24-ში და ესეც შევცვალოთ. ნიკა. იციან რეალობა. 7 წუთი დარჩა რა, 7 წუთი ეთერის ბოლომდე და მართა ახლა მე გულწრფელი ვარ რა. ჯოხით გაეკიდება ხალხი ბატონო დავი, რას ლაპარაკობთ? როგორ შეიძლება ამ უზურპატორმა მაპატიეთ რა? უზურპატორა ადამიანმა, რომელიც გაკოტრებულია, გაბანკროტებულია, დაცლილი არის პოლიტიკური, ასე თქვა, კაპიტალიზმზე და ზნეობაზე და მორალზე აღარ ვსაუბრობ. შეინარჩუნ ჩაოლებრივ ამბავი კი არ მოხდა თანამდებობის პირები ვისაც ოდნავ მაინც ღირსება ქონდა გაექცა ორი ვიცე-სპიკერი ორი პარლამენტის თავმჯდომარე წავიდა ქართული ოცნების მოადგილეში ჩაოლებრივ ამბავი კი არ არის 13-15 დეპუტატი წავიდა ჩაოლებრივ ამბავი კი არ არის და აი ამ რეპრესიულ მანქანას რატო ქოქავს ისი დრო აი ესე ძველი საბჭოთა ასე თქვა საბჭოთა მანქანები რო იქოქებოდა დაждდება მე მივიქოქებს რატო იცით განა არ იცის რომ სისულელეს აკეთებს, როდესაც გვდევნის ჩვენ მედია მენეჯერებს, გვდევნით ინკასოებს ლიდერებს ოპოზიციო არის კანტორაში. რატო აკეთებს იცით? კლიპში არ გაუშვათ ბიზნესს აკეთებს, იმიტომ რომ წარმოაჩინოს თავის საკუთარი გუნდის წევრების, ჯერ კიდევ შემორჩენილი გუნდის წევრების, ასე ვთქვათ, თვალებში არ ვიცი ორი ტიპებია ყველა აი ნიკა ის თითქოს არის ვორსკი და სხვა გვარად ჩამოეშლება ბატონო დავით უნდა წარმოჩიდეს მათ თვალში როგორც ძლიერი თვითონ ძლიერი წინამდე შემთხვევაში თუ მაგალითად ბექაოდიშარია საბოლოო ბექაზე მიდოდა მე ის ადამიანი პირველი უღალატებს მეგორი მაგია პირველი უღალატებს მაგრამ ჩვენი ვალდებულებაც იქნება შემდეგი ხელისუფლების რომ ბექაოდიშარიას ნაირი მედროვე ადამიანები და ყველა იმ არ ვიცი ათეულობით ადამიანია ასე ზოგი პარლამენტში ზოგი ამოსვლებაში მათ ოდიშარია კი არ არის რომელსაც არაფერი არ ინტერესებს ფული შოვნის გარდა არ გაბაკაროთ სად მოძებნეს იმ მათთვის სადავეებთან რომელიც მეშვეობითაც ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს წესი და რიგი ქვეყანა უნდა უკეთესი ჩავაბარო და შევუქმნათ აი ამიტომ დაგვძდებს პროკურატურის ხელით ბიძინა ივანიშვილი მეტი არაფერი მაგრამ შის უკვე ვეღარ გენერირებს პირიქით არავის არ ეშინია გავცინის ბატონო დავით რა ეხა გინ თქვენთან ვიყო ეხა მე ტელესტუდიაში და გინდ ეხა ჩამკეტე ეხა 4-ში რა მონკლავს თუ რას იზავს ვერ გავიგე ნიკა 4 წუთი დამჭი მე არ ვიცი სხვა გააგრძელებს სხვა არ იქნება ის გააგრძელებს ფაქტი ერთია რომ წელს რაც მოხდა მაპატია თუ შეიძლება ო კი ბატონო მაგრამ თავარი მიწევა და დავასრულებ და მე აი მიღწევა არის შემდეგი რომ გაშიშვა ივანიშვილის ხელისუფლება როგორც აი საშემოდგომო ფოთლებით სვივა ივანიშვილის ხელისუფლებას ყველა ნიღაბი წელს ჩამოძვრა და
და გამოჩნდა მოძალადი. მადლობა. მე მინდა გულახდილად ყველა საქართველოს მოქალაქეს, განსაკუთრებით თავისუფლებას მიცემ და ნაციონალური მოძრაობის ასევე ხარდაჭერებს მივმართო თხოვნით, რომ ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ ძალიან მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, წვლილი ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ თუ ყველაზე ობიექტურ ტრადიციულ ტელევიზიას გადავარჩენთ გაკოტრებისგან და აი მითითებული არის შესაბამისი საბანკო ანგარიშები. მე პირადადაც, როდესაც ახლა სახში დავბრუნდები, დავკავდები და ჩემ წულსაც შევიტან და ჩემ პირად ყველა მეგობარს მოუწოდებ, იმიტომ რომ ეს არის ერის საქმე. ეს არის ერის საქმე. ზიკა კაი ბერიდება ახლა. ეს არის ჯავშანის მოტანა ტელეკომპანია იმედში და დადება და ამ ჯავშანს ვერ გახვრიტავს ვერც ერთი ბიზნეს ევროჟურის პროკურორი თუ შემოსავლების სამსახურის აგენტი. აი ჯანდაბა მაგათა. ჩვენ შეგვიძლია და მე ვჯერა რომ ერთი კვირის თავზე ის დავალიანება დაიფარება და ტელეკომპანია არ შეწყვეტს მაუწყებლობას და თავისუფალი სიტყვა იქნება გაჟღერებული აქ ყოველდღე როგორც აკეთებს ერთ-ერთიც არ შემოვიდეს. არა ვადებულად თვლი მართლა ყველაფერს და მაინც ვიარჩევთ. მე არ ვიცი როგორც თქვენ გიყურებთ ისე ვარ დარწმუნებული. ხელისუფლება შეეცვლება მოვალ ხელისუფლებაში როგორც ახლა მე იმედი მაქვს რომ ისეთივე კრიტიკას არ დავიმსახურებ რა კრიტიკასაც ივანიშვილი იმსახურებს, მაგრამ თქვენ არცად ხელისუფლებას არ ინდობთ არასოდეს. ამიტომ ხართ დასაფასებელი. ყოველთვის ხართ ოპოზიციურად განსხვავებული ტელევიზიის. კი ბატონო, მაგრამ რა არის? ხელისუფლება წეს ესო და უხარო. გეთახმე მე რა. ნიკო. მათქვევინე ნიკოშა რა. ბიჭო რა არის? აი 2 მილიონ 2.200.000-მდეა ზრდასრული ადამიანი რა. იცი რა არის? მართა გეუბნები, მე რამდენიმე დღეს ვახსენებ ამას. წინა კვირას იყო თუ 10 დღეს წინ წავიკითხე გოგია უიშვილი და ცრემლები მომადგა ეგნატე ინაშვილი გიგანტი იყო რა. ხალხო, გოგია უიშვილად გვაქცია სულ ყველა. მართლა სულ ყველა ჩემ თანამშრომლებს. ეხლა მე მეხუთედიც ვერ მივეცით ხელფასზე ისის ვისესხე და ისე გავისტურე. ამათი ესენი ყველანი გოგია უიშვილები არიან. მთელი საქართველოა გოგია უიშვილი, მაგრამ ეს ქრისტეს დაბადების დღე წმინდა დღე არის და მოდი რა ხელისუფლებების და ამ ვიგინდარების ჯინაზე რაღაცა უსურვოთ რა ამ ხალხს. ოპტიმიზმი უსურვე და გითხოვს აგერ 60 წუთსა. არა თუ ოპტიმიზმი უსურვება, ჩემ აი სტუდენტებს ახალ დაოჯახებულებს, პენსიონერებს. თქვენი მეცადინეობით და დამსახურებით ვინც ტრადიციულად ძირითადად სტაბილურად გადაცემა ამათ. ჩემი მთელი ეს არ ვიცი 1 საათი თითქოს დიახაც ეძღვნება უკეთეს ხვალინდელ საქართველოს. დიახაც. მე რომ ამისი არ მჯეროდეს, ჩვენ რომ ამისი შანსი არ გქონდეს, ჩვენ რომ ამისი რესურსი არ გქონდეს, ჩვენ გულისხმობ ყველანი ერთად მერწმუნეთ. მე აქ მოსვლასაც ვერ გავბედავდი. საწყენი სწორედ ის არის რომ მაგას ხელის გაწვენის მანძილზე გვაქვს უკეთესი საქართველო და მივდივართ უკან საბჭოთა საქართველოში. საბჭოთა ხალხი არის ქვეყანაში მოსული. აი ბაბანერკა იღნიაში ამოჩნელები რო აკეთებდნენ საქმეს ხალხო. და მთელი თავისუფალი სამყარო სხვაგან არის ღირებულებებით, ფასეულობებით და ესენი სხვაგან მიდიან და ეს სხვაგან არის ის სადაც არ გვინდა რა ხალხო რა. იმიტომ რომ მათ გულისხმობ წულად გაწყობილ საქართველოს უნდა რომ ჩვენ ვიყოთ გუბერნია. ამისთვის დაიღუპა ათასობით სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი. ჩვენ გვაქვს ეხლა ისტორიული შანსი რომ 2020 წელი გახდეს დასაბამი ბევრად უკეთესი საქართველოს. იმიტომ რომ 20 წელიწადი არ გადაწყვეტს ამ ხელისუფლების და იმ ხელისუფლების ბედს. 2020 წელიწადი გადაწყვეტს მომდევნო დეკადის როგორც მინიმუმ ბედს. მამაში ვარ დაწუნებული და წარმატებები თავარია ჯანმრთელობა გქონდეს, თავს გავუფრთხილდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ ამ მართლა სტრესულ გარემოში და დანარჩენი აგერ თქვენ და აგერ მე იქნება ისე როგორც ჩვენს მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, კიდევ უფრო წინაპრებს უნდოდათ. დიდი მადლობა ნიკა. დიდი მადლობა ივანიშვილი და გახარია ვერ ამოშანთავს ღირებულებას და ფასეულობას, რომელიც ძალიან მყარად იდებოდა ნამდვილ პატრიოტ ქართველებში. ეს არის რეალობა ხახნო. აბა თქვენ ერთი ზარი ბოდიშით რა. აბა დავთავრდეთ გადაცემა და გადით მეორე ოთახში და სადაც საჭიროა დაარეკეთ და უთხარით რომ მე იქით და კვირიდან სხვა დათო აკუბარდია ვიქნები და ნინო ჯანგირაშვილი სხვა იქნება.
აი რა შეხვდება. ჩაირიცხება კი არა. აკაურობა მიმოიფანტება დოლარებით და ფულით. აი ასე, არა. აი ასეთ ურთიერთობები გააბა ამ ადამიანმა, მაგრამ ქვეყანაში აღმოჩნდა ბევრად მეტი ღირსეული ადამიანი, ხახდო? მაგრამ გულის ატკენი არის და არის. გეთახმები ნიკოш, ოპტიმისტები ოპერის მომღერლები, მსახიობები, სადა 2012 წლამდე ხმას სადა რა. მაგრამ ფულს უხდის ივანიშვილი, მაგრამ იმდენად სისულელეს აკეთებს, რომ ის ანაზღაურებადი კულტურის მუშაკებიც ეგ წოდებული, მართაც მუშაკები არიან, აბა, სხვა შეფასებას ვერ მეცე. სიტყვას ვერც ასე თქვა აწევენ, იძინებენ, კარგსაც ვერ ლაპარაკობენ. უკვე აღარ ლაპარაკობენ. კარგსაც ვერ ლაპარაკობენ, უბრალოდ შუმად არიან. მაგრამ ახალწობაში ახალი თაობა წამოვიდა. მაგარი თაობა მოდის. და ჩაანაცვლებს ცოტა ხანში მათ. ჩანაცვლებულები არიან. ნიკოშა გილოცავ, შენს გილოცავ. ახალ წლამდე ნამდვილად ვერ გნახავ და იცოდე რა ნიკოშა, აი პატიოსნად გევნები წლები გავა. აი როგორც იმას დანტონს აღიქვამს ისტორია, ისე აღიქვამენ შენ. აი ეს 92 ვირთხა ვინ შენ წინააღმდეგ წავიდა ისტორიის ვირთხი წელიწადია სხვათაშორის 2020 და ვერთხებზე ესე რაღაცა მისტიკა კაცო მე ლეონიძეზე დღისით ვყიდულობ ხოლმე იმებსა რა და ზაკერზე ამით თქვენ კომპლიმენტს ეომრებით თქვენ და უნებურა ეგ არა გიქრა ბიჭო და ისეთი კარგი ხალხია განსათავისუფლებები არიან ის განსათავისუფლებელი ის ბექა ოდიშარიას და მაგალითად ვიღაცეებს იქ იმიტომ უნდა ყოფნა რომ ფულს აკეთებს რა კომერსანტია ჩაულებრივად ტენდერის გარეშე მომეცეს შოკოლადი ჯიბეში კოსტუმში ჩაიდო მორჩა გათავდა ეს არის არანაირ პოლიტიკა არ აინტერესებს არც საპენსიო რეფორმა არც ნიკა აღარ შევა დროგჯო გამიშვა არც სოციალური აი არ ვიცი ნიკა ოდიშარიაზე არასოდეს დიდიაც პირობითად ვამბობ რა დანებე თავი ოდიშარიაზე ამიტომ ნუ ვაგინებთ მათ ისინი არიან დეკლარირებულად კომერსანტები ჩვენზეა დამოკიდებული გავუვათ მათ ის რაც უნდა აღარ უნდა გავუვიდეთ იმათ გვითხრეს მე ამას ვაპირებ კიდევ გავაკეთებ მაგრამ ვერ გავაკეთებენ კაი კაცი ხარ ნიკა და გილოცავ მართა გილოცავ შენს ლამაზ სოლშუთან ერთად მამაშენი ძალიან მეყავს დიდი ადამიანია სხვა ჯერი საყვარელი ტელევიზია თელი სამედიცინო საზოგადოება აი გადა გაკოტრეს უყალარი საყოველთაო ჯანდაცვა ოპარა უქრეს საყოველთაო ჯანდაცვა სისულელე რო იყო თავიდან რომ ძირგავარდნილი ქვევრია ოპარა რაც ამოქმედდა 100-მდე კლინიკა გახსნეს დიდითად თვითონვე ვაგათივე გახსნილია და ხარჯები გაეზარდათ უაზროდ მე ნაწემა დახურა და ეხლა პატიოსნად მართლაც შრომელმა კლინიკებმა რომელიც ბევრია ნოლი დაიწყეს უღალა მამაშენ მათ ხელფას ვერ აიღეს იცი კატასტროფა პატრონი არ აყავს ქვეყანას პატრონი არ აყავს კოპალიანს გონია რომ პატრონი არის ვიღაცა და არ არის ეს პავლე თუ რა ქვია კოპალიანს არ ვიცი ესეც სისულელებს ნუ ამბობთ ხალხო რა მე ხა ამერიდება რომ გითხრათ დაქცინით ხალხი კაცო აი შეეშვით რა ნასოსის შემდეგ მაინც ეგეთ ბოთეობებს ნუ იტყვით რა ნუ რა მიხარი ხარ ნიკოშა და მართა მინდა რომ ბედნიერი იყო და შენს ლამაზ ოჯახში მინდა რომ ბედნიერად შეხვდე ახალ წელს და ყველას გილოცავთ ხალხო აი მართა გოგიაუშვილი წაიკითხეთ რა ხო გაძარცვეს მთელი მისი ოჯახი ეს მისტიკურია რეალური ესეთი არ ყოფილა იქ მაგრამ მაინც სული ისაქნეს იცი გაიმყარეს და მისმა ცოლმა რომ კერძები დაამზადა და რაღაცა და გოგიაუშვილი ქრისტიანობის განსახიერება დღესასწაულის დღე უნდა იყოს წინა სააღაწო პერიოდი და დრამად გვიქცია ყველა ჩვენ ყოველ შემთხვევაში იგივე ტვ პირველს მე ხლა რუსთავის დირექცია სულ არ მადარდეს იმ ხალხსაც იმათაც ხო კრედიტები აქვს გადასახადი გოზინაყი აქვს გასაკეთებელი ვინც ეს მოიფიქრე ეს იდიოტობა ნუ აი არ ვიცი ნიკა რატო იბადებიან ეგეთი კრეტინები რა და ხელისუფლებაში რო არიან თან ყველას მინდა რომ მოგილოცოთ კეთილად და ბედნიერად 1 იანვარი და ბედნიერი წელი ყოფილიყოს ყველასათვის მე არ ვიცი ხალე გუგლი მაგრაზე თუ მოვა მე მარტო მინდა გუგლი რომ მოხვიდე რა ხო ძირფასი მოსახლეობა ჩემო აი მართაც დედებო მამებო ბებიებო ბაბუებო აი ძმებო დებო საკუთარი თავის ფასი ვიცოდეთ 2020 წელს. საკუთარი თავის ფასი ვიცოდეთ და საკუთარი თავი დავაფასოთ. დავიჯეროთ, რომ ჩვენს გარეშე ვერსეთი ხელისუფლება ვერ გატოყდება ვერასოდეს. ყველაფერი იქნება ისე ძირითადად, როგორც გინდათ თქვენ. მადლობა. მადლობა ნიკა, დამიჭერეთ, საინფორმაციო მომადგა. დიდი მადლობა. მე გთხოვთ სულ ყველას რა, გაიჭირეთ. აი მართა გევნებთ, ვინც სიგარეტს წეველია, გუგლიზე სპეციალურად ვარ. მე მაგალითად წეველი ვარ რა, ყოველს აი ესე ვთქვა, დღეში ვწვავ.
ერთ ნახევარ კოლობზე გადადით, შემოიტანეთ თანხა კავკასიაში, თქვენი იქნება ეს ტელევიზია თავიდანვე თქვენთვის იყო აწყობილი და ესე იქნება, მაგრამ სანამ მე აქ ვარ, ყოველ შემთხვევაში მე ესემა გადაწყვეტილი. ყველას გირჩევთ, რომ ვისაც გაქვთ რესურსი, ეგება დაუდგეთ კავკასიას და ამიჯერეთ კეთილ და კეთილ საქმეებს მოხმარდება თქვენი ეს გარჯა. გემშვიდობებით ხალხო და ბარიაში სხვა შორის რა ვიცი და ბოლოს წინა დღე არის და მე კვლავ ურჩევ გოგული მაღრაძეს თუ მოხვალ, მართა გამიხარდება გოგული ჩვენი ძველი მრავალწლიანი ურთიერთობის კვალობაზე სიგარეტზე უნდა გაგაკრიტიკო. ახლა გაითიშა 5 წუთი არის და იქნება სანამ ეს ხელისუფლება არის ეს ანგარიშები იქნება მანდ. გემშვიდობებით, ხვალამდე კარგად ვზრუნდებოდეთ.